იღუმენი ნიკონი, ლოთობა. ძვირფასო სერიოჟა, მივიღე შენი სიტყვა უხვი წერილი, საიდანაც ვასკვდი, რომ არაფერი გისწავლია. იგივე ძველი სიმღერაა, თავის მართლება, სხვების დადანაშაულება და საკუთარი ცხონების უგულებელყოფა. იმის მაგივრად, რომ ღვთისა და კეთილი ადამიანების შეწევნით სულიერად ამაყლდე კატიას დონემდე მაინც, შენ ერთავად იმას ცდილობ, რომ ის დაიყვანო შენს დონემდე. შენთან დაკავშირებით ყველაფერი ცხადია. თუ ცხონება გინდა, მოეშვი ლოთობას და ნუ უგდებ თავს ხელში ეშმაკებს. თუ შენი სისაძაგლეების გამო ღმერთი მიგატოვებს მათგან ნდობას ნუ ელი, გახსოვდეს არა მარტო შენი ლოთობა და მისი თანამდები საძაგლობები, არამედ სხვა აურაცხელი ვნებები. თავს ნუ კი იმართლებ, შენდობას თხოვე ღმერთს, მაგრამ ღმერთი არ მიუტევებს მათ, ვინც თავად არ მიუტევებს სხვებს. შენ კი ძვირის ხსენება გჩვევია. წინასწარმეტყველობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ იმას კი გეტყვი, რომ თუ არ შეინანებ, კაცრად დაისჯები. ყველა შენ სოდვას ზედ ფარისევლობასაც უმატებ. ეგ ოხერი ენა ყველა ცოდვისა და სისაძაგლის გამო შენ გამართლებს და სხვებს ადანაშაულებს. ადამიანებს ეს სჯერად, შენ კი ღვთის წინაშე ხდები ფარისეველი, რომლებიც ასე არ უყვარს უფალს და სიცოცხლეშივე სჯის, თუ არ შეინანებენ. თუ ცხონება გინდა, შეინანე წარსული ცოდვები, აღსარების დროსაც და შინაც. ყოველდღიური ლოცვისას გაიხსენე ყველა წარსული ცოდვა. ევედრე უფალს, რომ შეგინდოს და მოგცეს ძალა, რათა მომავალში აღარ გაიმეორო ისინი. სხვა კითხვებზე პასუხის გაცემის აუცილებლობას ვერ ვხედავ. თვითონაც იცი, რა უღირსად იქცეოდი უწინ. ხო და ახლაც უნდა იცოდე, ცხონდი, უფალმან განსწავლოს და შეგეწიოს. ნუ ეცდები უფლის მოტყუებას. გაითვალისწინე, რომ თუ კი კაცი თუნდაც განზრახ სხვების შესაშინებლად გაყოფს თავს ყლუბში, იმას ეშმაკები მის დაუნებლიეთ მოაშთობენ. მაშ ნუ სულელობ თავი შეიბრალე, ნუ გაუწვდი ხელს ეშმაკებს. ისინი სიხარულით მიგიღებენ და მაშინ მათგან შებრალებას ნუღარელი. როცა ძალიან მოგინდება დალება, სამი სრული მეტანია შეასრულე და თქვი, უფალო, ჩემი სიწამხდრე ისევ თრობისკენ მიზიდავს. მე არ შემიძლია ძალა არ მყოფნის, რომ თავი შევიკავ. შენს მოწყალებას მოუხმობ. მომეცი ძალა თავშეკავებისა, ხოლო თუ არა ვარ შენი შეწევნის ღირსი ამ საქმეში და მაინც დავლევ, დამიფარე ეშმაკებისაგან და დიდი ზიანისაგან. თუ სიმდაბლით შესთხოვ ასე, უფალს ყოველი დალევის წინ, უფალი მოგცემს თავშეკავების ძალას, ხოლო თუ სხვების განკითხვას არ მოიშლი, ისევ ეშმაკების ხელში ჩავარდები. მე ავად ვარ, მეტის მოწერა არ შემიძლია, ილოცე ჩემთვის, მოკითხვა და კურთხევა კატიას, 1963 წლის 26 ივნისი.